მეგობრებო, სანამ დავიწყებთ, ერთი დიდი თხოვნა. დააჭირეთ ლაიქს, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ კომენტარი. თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვეხმარება, რომ გავაგრძელოთ მსგავსი ვიდეოების გაკეთება. ეს ჩვენი ძალაა. თქვენ ხართ ჩვენი გუნდი, ხვატაგი. ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე, ისლამ მახაჩევზე. ბოლო დღეებში ინტერნეტი დუხს მისი ფიზიკური ფორმის გამო. თვითონ ისლამი, მისი მწვრთნელი ხავიერ მენდესი და მისი გუნდის წევრი ხაბიბ ნურმაგომედოვიც კი ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მახაჩევი ახლა საუკეთესო ფიზიკურ მდგომარეობაშია. და როდესაც უყურებთ UFC-ს ოფიციალურ ფოტოებს, ეს ნამდვილად შესამჩნევია. შეგვიძლია შევადაროთ ეს ახალი კადრები იანურის ბრძოლის ფოტოებთან, როდესაც ისლამს უნდა შეხვედროდა არმან ცარუკიანს. ბოლოს მოწინააღმდეგე შეიცვალა. მას მოუწია რენატო მოიკანოს წინააღმდეგ დაპირისპირება. მაგრამ მაშინ ფოტოს გადაღების დროს ისლამს არც კი სმენოდა, რომ არმანი მოიხსნებოდა ზურგის ტკივილის გამო. ახლა კი, როცა ვხედავთ ამ ახალ სურათებს, ნათელია, ისლამ მახაჩევის სრულიად სხვა დონეზეა. პირველი რაც თვალში ხვდება, ესაა მისი მარჯვენა თვალი. აქვს მსუბუქი ჩალურჯება. ზოგი ამბობს, რომ ის კარგი ნიშანია, რადგან ხაბიბსაც ზუსტად ასეთი ჰქონდა მაშინ, როცა კონორ მაკგრეგორთან უნდა ებრძოლა. ჩვეულებრივად, ასეთი ნიშანი ჩნდება მაშინ, როცა მებრძოლი ხშირად აკეთებს სპარინგს მარცხენა მცველთან და დარტყმები სწორედ იმ მხრიდან შემოდის. ესე იგი, აშკარაა ისლამმა ბოლო დღეებშიც ივარჯიშა ჯეკ დელამადალენას მარცხენა პოზიციის წინააღმდეგ, რათა ბრძოლაში არ მოტყუდეს. ახლა გადავხედოთ მის სხეულს. ტრაპეციები უფრო გამოკვეთილია, მხრები სავსე და მკვეთრად ჩამოყალიბებული. ბიცეპსებიც უფრო მოცულობითია. შეიძლება სინათლემაც ითამაშოს როლი, მაგრამ კერდის ნაწილი აშკარად უფრო ფართოდ ჩანს. ზოგიერთმა გულშემატკივარმა თქვა, რომ ისლამი ბუნებრივადვე ველტერვეიტის მებრძოლია, ანუ მისი ბუნებრივი წონა ახლოსაა 77 კილოგრამთან და სანამ მსუბუქ კატეგორიაში გამოდიოდა, დიდ მსხვერპლს იღებდა წონის დასაკლებად. ამ ფოტოში კარგად ჩანს. სახეზე აღარ აქვს ის დაძაბულობა, რაც 70 კილოგრამამდე ჩამოსვლისას ჰქონდა. ახლა უფრო თავისუფალია, უფრო მშვიდი. თითქოს თავისი სხეული ისევ დაიბრუნა. მუცლის პრესი ნაკლებად მოჩანს, რაც ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ შეიძლება ნაკლებად ვარჯიშობს. მაგრამ სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ კუნთებთან ერთად ცოტა ცხიმიც მოემატა. ბუნებრივი პროცესია, როცა სხეული უფრო დიდ ძალაზე გადადის. ყველაზე საინტერესო კითხვა კი ასეთია, როგორი მოქმედებს ეს ყველაფერი მის გამდგობაზე. ისტორია გვასწავლის, რომ როდესაც მებრძოლი ძალიან ბევრ კუნთის იძენს, ზოგჯერ ეს სუნთქვის პრობლემებს იწვევს. კლასიკური მაგალითია კონორ მაკგრეგორი, რომელიც ნეით დიასთან მეორე ბრძოლაში ზედმეტად გაძლიერდა და მეორე რაუნდში უკვე ძლივს სუნთქავდა. ახლა ყველა საინტერესებს, ხომ არ დაემართება იგივე ისლამს. მაგრამ თუ მოусმენთ მის ინტერვიუებს, თვითონ სრულიად მშვიდია. ამბობს, რომ იცის თავისი გეგმა. ესაა მამების გეგმა, დომინირება პარტერზე, კონტროლი ზემიდან და ბრძოლაში სრული ტაქტიკური სიმშვიდე. ის არ აპირებს ზედმეტად სროლებში ჩათრევას ან ენერგიის ფუჯად ხარჯვას. მისი მიზანია ზუსტად ის, დაასუსტოს მოწინააღმდეგე, ჩააგდოს ძიროთ და იქვე დაამთავროს საქმე. და როდესაც ხედავ როგორი დარწმუნებული გრძნობ, ადამიანი მოდის არამბლოდ მოსაგებად, არავეთ იმის დასამტკიცებლად, რომ ახლა ამ პერიოდში ის არის თავისი საუკეთესო ფორმაში. ბევრის ჯერა, რომ ეს არის მახაჩევის პრაიმი, დრო, როდესაც ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად 100%-ით მზადაა, რომ ახალ კატეგორიაში ისტორიაში შევიდეს. ახლა კი, მოდი უფრო სიღრმისეულად გავაანალიზოთ, რა შეიძლება იყოს ისლამ მახაჩევის მთავარი უპირატესობები და რისკები ამ ბრძოლაში ჯეკ დელამადალენას წინააღმდეგ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მახაჩევის ამჟამინდელი ფორმა, როგორც ვიზუალურად, ისე ენერგეტიკულად, აშკარად განსხვავდება წინა ბრძოლებისგან. როდესაც მებრძოლი წონის დაკლებას წყვეტს და თავის ბუნებრივ კატეგორიაში გადადის, სხეული თითქმის მაშინვე პასუხობს. სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, კუნთები უფრო რეაგირებადია და ფსიქოლოგიურადაც მოდუნებულია. ისლამი ამას ყველა ნაბიჯზე აჩვენებს. ხმა უფრო მშვიდი აქვს, მოძრაობა უფრო მსუბუქი და თვალებში ის თავდაჯერებულობა, რაც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა საკუთარ ძალაში ეჭვი არ გეპარება. ახლა შევადაროთ ამას ჯეკ დელამადალენა. ავსტრალიელი მებრძოლი ცნობილია თავისი ზუსტი დარწმებით და იმით, რომ პრაქტიკულად არ აკეთებს ზედმეტ მოძრაობებს. მისი სტილი ძალიან სუფთაა, ტექნიკური და კვიანური. ჯეკი არ არის ტიპიური დარწმების მანქანა. ის არ მიდის მუხრუჭების გარეშე შეტევაზე. პირიქით, ელოდება, აკვირდება და სჯის შეცდომას. სწორედ ამიტომ ბევრი თვლის, რომ ისლამისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული ტესტი, რადგან აქ საქმე არ გვაქვს უბრალოდ ძლიერ ფიზიკურ მოწინააღმდეგესთან, არამედ ტექნიკურად გამართულ ფაიტერთან, რომელსაც შეუძლია
ტაქტიკურად დაიცვას დისტანცია და მოაცილოს ისლამი მის საყვარელ ზონას, პარტერს. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ისლამ მაჰაჩევი რჩება ისეთ მებრძოლად, რომლის ფუნდამენტით სხვაა: კონტროლი, ბალანსი და ფსიქოლოგიური წნეხი. დაგესტანური სკოლა ამაშია უნიკალური. ისინი არ ეძებენ შოუს, ისინი ეძებენ შედეგს. ისლამი ამბობს, რომ ამ ბრძოლაში არ აპირებს თავგამოდებით დარტყმების სროლას. მისი მიზანია ჯეკის გატანა ძირს, პოზიციის კონტროლი და იქიდან ან ჩოკით, ან ground and pound-ით დასრულება. ეს მისი კლასიკური სცენარია. მაინც საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამჯერად ისლამი ბევრად უფრო ძლიერად გამოიყურება ზედასხეულის ნაწილში. მხრები, მკერდი, ხელები, თითქოს აშკარად მუშაობდა ძალაზე. ეს აჩენს კითხვას: ხომ არ დაკარგა ამ პროცესში გამძლეობა? ბოლო წლებში ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, როგორ აგვიანდა დიდწონიან ფაიტერს ენერგია მესამე და მეოთხე რაუნდში, რადგან გადამეტებულად სერიოზული მასა ჰქონდათ. მაგრამ მაჰაჩევის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: ის არასოდეს ვარჯიშობს გახდომის ან შოუსთვის. დაგესტანში ფიზიკური ფორმა ფუნქციისთვის იქმნება, არა ესთეტიკისთვის. ამიტომაც სავარაუდოა, რომ ისლამმა ამ წონის მატება მიზანმიმართულად გააკეთა იმისთვის, რომ პარტერში კონტროლი გაუჭირდოს მადალენას. ახლა გადმოვიდეთ ფსიქოლოგიურ მხარეზე. ჯეკ დელა მადალენა არის მებრძოლი, რომელიც არ აშინდებს წნეხი. თუმცა მან არ უპირისპირდა ასეთი ძლიერი გრეპლერი, როგორიცაა მაჰაჩევი. მას შეიძლება ჰყოლია ძლიერი დარტყმების მქონე ოპონენტები, მაგრამ ისლამის მსგავსად პარტერზე მბრძანებელი არა. და სწორედ აქაა მთელი თამაშის შეცვლის პოტენციალი. ისლამი ამბობს, რომ თუ ვინმეს შეუძლია დომინაცია ზემოდან, ის უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც არ ეშინია ჩააგდოს მოწინააღმდეგე და არ გაუშვას. ეს არის მისი ფილოსოფია, სრული კონტროლი. და ვინც ოდესმე ყოფილა პარტერში დაგესტანელთან, იცის, რომ იქიდან ამოსვლა თითქმის შეუძლებელია. მათ აქვს ისეთი წონის განაწილება, თითქოს მთელი სხეული შენი გულმკერდისკენ იწევს და შენ გეგონება, რომ მიწაზედ გეკაჩავს. ჯეკის ერთადერთი გზა იქნება დისტანციის შენარჩუნება და ფეხით მოძრაობა. მაგრამ აქაც ერთი დეტალია. მაჰაჩევი ბოლო თვეებში განსაკუთრებით მუშაობდა ფეხების სიცქაფეზე. ვიდეოებში ჩანს, როგორ ახორციელებს სწრაფ ჩასვლებს ფეხებში, სწრაფად გადადის დარტყმიდან ჩაგდებაზე, იგივე ტრანზიცია, რაც ჰაბიბს ჰქონდა თავის ბესაუკეთესო წლებში. ამ ყველაფრის ფონზე მაჰაჩევი ახლა თითქოს უფრო გათვლილი გახდა. აღარ არის მხოლოდ ფიზიკაზე დამყარებული მებრძოლი. ახლა ის სტრატეგიაა, მოთმინებაა და ამავდროულად იმედგაცურების იარაღი მოწინააღმდეგისთვის, როცა ხედავ, რომ ვერაფერს აკეთებ და უბრალოდ კარგავ წამებს, ენერგიას და რმენას. ამიტომაც ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ თუ ბრძოლა მეორე რაუნდამდე არ დასრულდა, შემდეგ ყველაფერი ისლამის სარგებლოდ წავა. რადგან რაც უფრო გრძელდება დრო, მით უფრო ძლიერია მისი კონტროლი, მით უფრო ჩუმად კლავს მოწინააღმდეგის მორალს. ისლამ მაჰაჩევი ახლა იმ წერტილშია, როცა შეუძლია ისტორია გადაწეროს. სუბუქი კატეგორიის ჩემპიონი მოიპოვოს ველტერვეიტშიც. ეს ძალიან იშვიათია და თუ ეს გამოუვა, ისევა იმ ელიტურ სიაში, სადაც მხოლოდ ისეთები არიან, როგორებიც არიან ჯორჯი სენტ-პიერი ან დენიელი კორმიერი. ჩემპიონები ორ წონით კატეგორიაში. UFC 214 უკვე კარზეა და მთელი მსოფლიო უყურებს. შეძლებს თუ არა დაგესტანის მანქანა კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ მათი სკოლას კონკურენტი არ ყავს.